თარგმანება იმათეს სახარებისა ითავილთ. სიტყვა იესე, მას შამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია იწყეს მუსრვად თავსა ხუვილისასა და ჭამათ 12:1. ხოლო ლუკა ესრეთ იტყვის და იყო შაბათსა პირველ მეორესა. ლუკა 6:1 რაი არს უკვე პირველ მეორე შაბათი? ესე იგი არს ოდეს ორ კერძოი არ ნუქმობაი რა ჟამს შაბათსა შინა სხვაიცა რაიმე უქმობისა დღესასწაული დახუდის და არ ნუქმობაი შაბათისაიცა და მოწამულისა მისცა დღესასწაულისაი, რამე თუ მრავალნი აქუნდეს დღესასწაულნი. თვისთავნი და ტალავრობანი და ხალარჯობანი და დღესასწაული ახალთაი და ნესტურთაი და სხვაი ესევითარი. ხოლო უფალსა ენება ხორციელთა მათ და აჩრდილისა დღესასწაულთა და შაბათთა დახსნაი და სწავლა ისულიერთა და მაღალთა დღესასწაულთა და შაბათობისა მის საუკუნოისაი, რამე თუ ვინაიდან მზე იგი სიმართლისაი აღმობრწყინდა და დღე ცხოვრებისაი გამოჩნდა, აჩრდილთა განქაროებაი ჯერი იყო. ჯერ უჩნდა უკვე უფალსა შაბათობისა მის ხორციელისა განქაროებაი გარნა თვინიერ მიზეზისა არაოდეს დახსნის, რაითა მათსა მას უგუნურებასა ნუგეშინის სცეს და არა მოწყვნეს და შჯულსა მასსა განუსვენოს და ოდესმე კურნებასა უძლურთასა მიზეზ ყოფნ. ვითარცა იგი ოდეს ბრმასა თიხაის ცხოთუალთა და აღუხილნა, ოდესმე კვალად ხრქუა, მამაი ჩემი მოაქამდე იქმს და მეცავიქმ. იოანე 5:17 ესე თქვა სადიდებელად მამისა და ერთობისათვისისა მისთანა გამოჩინებად, იგი კვალად ქმნა უძლურებისა ჰურიათა ისა გულსავსად ყოფად. ეგრეთვე აქა საქმე იგი ბუნებითისა შიმშილისაი შემოიღო მიზეზად. უკვე თუმცა იყო ბრალი რაიმე, არამცა თავსიდვა შიმშილისათვის მისი ქმნაი, არამედ იცოდა, ვითარმედ უბრალო იყო საქმე იგი, ამისთვის არ არაი აბრალა მოწაფეთა. ხოლო შენ მურწმუნეო, გულისხმაყავ მოწაფეთა იგი მოღვაწებაი და შეურაცხებაი ხორციელისა განსვენებისაი. ამისთვისცა ესე რამ შეერ არიან ვიდრეღა შიმშილისაგან მიჭირებულნი თავსა ხუვილისასა იხმარებენ ნუგეშინისაცემელად და ეგრეთსა არავე ეწყინებოდა მოძღვრისა თანასლვა იჭროებითა, რამე თუ გულისხმა ყოფდეს მიუთხრობელსა მას კეთილსა მისთანა ყოფისასა. სწახ არეებაი, ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რა იხრქვეს მას, აჰა ესე რა მოწაფენი შენი იქმან, რომელი არა ჯერ არს შაბათსა შინა საქმე 12:2. თარგმანი აბრალებენ გარნა არა ფიცხლად, ხოლო ოდეს ხელი იგი განხმელი განკურნა, მაშინ ესრეთ განძვინეს ვიდრეღა მოკლასაცა განიზრახვიდეს მისსა, რამე თუ სადა დიდი რაიმე და დიდებული საქმე არა იქმნის დაიდუმიან, ხოლო სადა იხილიან ვინმე ცხოვნებულნი, მაშინ მხეც იქმნიან. ესრეთ მტერნი იყვნენ და mbრძოლნი ცხოვრებისა კაცთა ისა. ხოლო ისმინეთ რა იგი მიუგო ამის პირისათვის უფალმან. სწახ არეებაი, ხოლო თავად მან ხრქუა, არა აღმოგიკითხავსა რა იგიხო დავით, ოდეს იგი შეემშია მას და მისთანათა მათ. ვითარ შევიდა სახლსაღმთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაი არა ჯერ იყო ჭამად მისთანათა მათ, გარეშე მღდელთა 12:3-4. თარგმანი ოდეს მოწაფეთათვის მისცემდეს პასუხსა დავითს შემოიყვანებს წამებად, ხოლო თავისათვის ისათვის რა იტყოდის მამასა, ვითარცა თქვა, მამაი ჩემი მოაქამდე იქმს და მეცავიქმ. იოანე 5:17 უკვე მოწაფეთათვის დავით მოიყვანა წამებად, რამე თუ უკვე თუმცა გონიერ იყვნეს, შიმშილიმცა იგი წინა იყო მიზეზად, ვინაიდან უკვე უგუნურებაი დიდი იყო მათთანა, ამისთვის წერილთაგან მოართვა წამებაი. ხოლო მარკოზ იტყვის, აბიათარ მღდელთ მოძღვრისაზე. მარკოზი 2:26 არა თუ წერილსა მას წინა აუდგების, არამედ ორი სახელი ეწოდებოდა მღდელსა მას, აბიმელექ და აბიათარ.
ამისთვის წიგნსა მას მეფეთასა აბიმელეკ წერილ არს, ხოლო მახარებელი აბიათარ სიტყვის ვითარმედ მან მისცნა პურნი იგი, რაითა გამოაჩინოს ვითარმედ უბრალო არს საქმე იგი, ვინაიდან მღვდელთ მოძღვარმან განუწესა და ხელიქთა თვისითა მისცნა, რომელთა არა ჯერ იყო სხვისა ვისმე ჭამად, გარნა მღვდელთა ხოლო. თქვას ვინმე ვითარმედ, რა იყო სიტყვა ესე წინამდებარისა ამისთანა, რამე თუ არა თუ დავითისთვის წერილ არს, თუ შაბათი დახსნა. არამედ გულისხმა ყავთ ვითარმედ ესე უმეტესითა სიბრძნითა თვისითა წინაუყო და უზეშთა ესისა წესისა დახსნა მიუთხრა შიმშილისათვის ბუნებითისა, რამე თუ შაბათი მრავალგზის დახსნილიყო. უფრო ისხა მარადის დაიხსნებოდა ჟამსა წინა დაცვეთისასა და სხვათა მრავალთა საქმეთა შინა, ხოლო ესე საქმე მაშინოდენ იქნა. ამისთვის უმეტესისა მისგან შემოიღო ძლევაი და უსიტყველყნა იგინი. ვინაიდან უკვე უჩვენა, ვითარმედ შიმშილისათვის დავით უმეტესსა საქმესა შეჰკადრა და პურნი შესაწირავისანი შეჭამნა და მისთანათა მათ, წამებითა მღვდელთ მოძღვრისაითა და ამით საქმითა უსიტყველყნა იგინი. მერმე სხვაიცა წინაუყო სიტყვაი ჭეშმარიტი და ყოფად პირთა მათთა და ხრქვა. წახ არ ებაი, ანუ არა აღმოგიკითხავსა შტულსა, რამე თუ შაბათსა შინა მღვდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხყვიან და უბრალო იყვნიან. ხოლო გეტყვით თქვენ ვითარმედ, ტაძრისა უფრო ის არსაკა, 12, 5, 6. თარგმანი, ვითარმცა ეტყო და ვითარმედ, იგიცა საქმე დავითისი უსიტყველყობს თქვენ, გარნა თუ მისთვის რაიმე ინებოდ თქუმად, ამისთვის რაიღამეს თქვათ? რამე თუ ვერ იტყვით, თუ ცდომით იქნა, ანუ უმეცრებით, ანუ მძლავრობით, რამე თუ აჰა ესე რა მღვდელნი ტაძარსა შინა შჭულსა მას უქმობისასა შეურაცხყოფენ და მსახურებასა ტაძრისასა აღასრულებენ და არა ბრალსა ქვეშე არიან, არამედ უბრალო არს საქმე მათი შჭულისაგან. ხოლო რაითა ვერ ხრქვან, თუ რაისათვის იტყვი ესრეთ, არა თუ აქა ტაძარი არს, ანუ მოწაფენი შენი მღვდელ არიან. ამისთვის შესძინა, ვითარმედ, გეტყვით თქვენ, ტაძრისა უფრო ის არს აქა. რამე თუ ჭეშმარიტად მეუფე იგი ტაძრისა იმონიყო, ჭეშმარიტებისა ნათელი და აჩრდილისა განმაქაროებელი. ამას ყოველსა ზედა არა ითქვეს მათ, რამე თუ არა წინამდებარე იყო ცხოვრებაი კაცისაი და საქმე სასწაულისაი, რაითამცა შურითა შეიცვებოდეს მოშურნენი იგი. გარნა უფალმან ეგრეთსა დაუტევა სიტყვაი ესე და სხვაი წინაუყო და ხრქვა მათ მხილებით. წახ არ ებაი, უკვე თუმცა გეცნა რაი არს, წყალობა იმნებავს და არა მსხვერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. რამე თუ უფალ არსზე კაცისაი შაბათისაცა 12, 7, 8. თარგმანი, ამისა პირველადსა სხვასა ადგილსა ხრქვა, წარვედით და ისწავეთ რაი არს, წყალობა იმნებავს და არა მსხვერპლი. მათე 9:13 ვინაიდან უკვე უგულისხმობასავე ზედა ეგნეს, ამისთვისაც აყვედრებს და იტყვის, უკვე თუმცა ვითარცა გარქუ, გესწავა რაი არს ძალი სიტყვისა ამის, არამცა აბრალებდით და სჭიდით უბრალოდ ამათ, უკვე თუმცა გაქონდა გონება იცნობად. თუ რომელნი არიან საქმენი თანამდებნიაც, ვინაიდან მე ქვეყანად მოვედ, არამცა ესრეთ იტყოდეთ, უკვე თუმცა გულისხმა გეყო ვითარმედ პირველვე ქადაგესწინა ის წარმეტყველთა ვითარმედ. მე წყალობა იმნებავს ნათესავისა კაცთა ისაი და სხვათა წესთა სულიერთა განუწესებ, ხოლო წესთა ამათ. აჩრდილისათა მსხვერპლთა და მრგულიერ დასაწუვალთა განვაქარებ, რომელნი პირველიდან სიკიცხისა და სიზრქისათვის გონებათა თქვენთა ისა დაიწესნეს და შაბათთა ამათ ძველთა დავაცხრობ. უკვე თუმცა ესე გეცნა, აწმცა უბრალოთა ამათ არა აბრალებდით, არამედ ამასცა უმეცარ ხართ, რამე თუ უფალ არსზე კაცისაი შაბათისაცა. ესე თავისა თვისისათვის თქვა.
ვითარმცა ეთყო და ვითარმეთ, უგულისხმონო, გულისხმა ყავთ, რამე თუ მე ვარ მეუფე და უფალი შაბათისაიცა და სხვისა ყოვლისაივე და ხელმწიფება იმაქუს დახსნად იგი. ხოლო მარკოზის თავსა ესეცა წერილ არს ვითარმეთ, შაბათი კაცისათვის დაებადა და არა თუ კაცი შაბათისათვის. მარკოზი 2:27 რაითაა ჩვენოს ვითარმეთ არ არს ესოდენ საჭირო და თანაწარვალ მცნებაი ესე შაბათისაი, უფრო ისხა. ვინაიდან მოსრულ არს უფალი შაბათისაი და რჩულისმდებელი ყოველთაი, მეუფე იგი დიდებისაი. ხოლო უკვე თუ არა თანაწარვალი იყო მცნებაი შაბათისაი, ვით არ იტანჯა, რომელი იგი შეშასაკრებდა შაბათსა შინა. ორი ესე ამისთვის იქნა, რამე თუ დაწყება იყო მაშინ სჯულისაი და საცნაურიყო ხურიათა სიფიცხე და უკეთურებაი. უკვე თუმცა ერთგზის ადგილცემულიყო შეურაცხებად წესთა სჯულისათა, არცამცა ერთი დამარხულიყო, ამისთვის განეწესა მაშინ ტანჯვა იმისი, რაითა სხვანი შეშინდნენ. მაშინ უკვე კეთილიყო შაბათისა უქმობაი, რამე თუ ასწავებდა მათ კაცთ მოყვარებასა, მოახსენებდა საქმეთა ღმრთისათა, აწვევდა განშორებად ბოროტისაგან, რამე თუ ესე იყო უქმობისა მის ძალი, რაითა ბოროტთაგან განეყენენ, არა თუ კეთილთა რამე თუ იტყვის. ნურ არას იქმ შაბათსა შინა, გარეშე რომელიგი მოსაგებელიყო სულისა. გამოსვლა 12:16 ამისთვისა ტაძარსა შინა ყოველივე საქმე ორკეცად იქმნებოდა შაბათსა შინა, მსხვერპლთა დამსახურებათაი, რაითა გამოაჩინოს ვითარმეთ ბოროტთა საქმეთა დაყენებისათვის განეწესა უქმობაი იგი, ხოლო სულიერთა და საღმრთოთა საქმეთა არა აყენებს. აც უკვე ქრისტემან ესე ვითარი ესე წესი, რომლისათვის პირველთაგან უქმობაი შაბათისაი განაწესა, არა თუ დახსნა, არამედ მრავალწილად აღაორძინა, რამე თუ მოწამულიყო ჟამე ყოვლისავე სულიერისა კერძო და საღმრთოთა საქმეთა წარმატებად. ამისთვის არა ერთსა შინა დღესა დაუტევა წესი ბოროტთაგან უქმობისაი, არამედ ყოველთა დღეთა სრულიად უცხო ყოფაი ბოროტთა საქმეთაგან გვიბრძანა, ხოლო კეთილისა მიმართ მარადის მოსწრაფებაი განგვიწესა, არა შაბათისა მიერ მოგუცა ცნობად. ვითარმეთ ღმერთი არს ყოველთა დამბადებელი, არამედ მრავალთა. მიერ და ჭეშმარიტთა გულისხმისა ყოფილთა საქმეთა გულსავსე ვართ, ვითარმეთ ყოველივე ნებითა ბრძანებისა მისისაითა არ არა ისაგან არსად მოსრულ არს. არცა დაგვიტევნა შაბათთა შინა ხოლო სწავლად სახიერებისა, არამედ სამარადისო იმცნებაი მოგუცა და თქვა. იყვენით მოწყალე, რამე თუ მამაი თქვენი მოწყალე არს. შეადარე ლუკა 6:36, ხოლო დღესასწაულობად არა ერთსა დღესა შინა გვიბრძანა, არამედ ყოველთავე დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. ამისთვის იტყვის მოციქული. ამიერითგან ვზატიკობდეთ მცომითა მით ძუელითა, ნუცა ცომითა სიბოროტისა და უკეთურებისაითა, არამედ უცომოითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაითა. პირველი კორინთელთა მიმართ 5:8 არცა კვალად ერთსა შეგვაყენა ადგილსა ლოცვა და კიდობანსა წინაშე დგომად სჯულისა და ტაბლასა ოქროისასა, არამედ ღირს გუყნა ყოველთა მეუფისა გულთა შინა ჩვენთა ქონებად და ყოველსა ჟამსა და ყოველსა ადგილსა სიტყვად მისა მიმართ. შეწირვითა უსისხლოისა მის მსხვერპლისაითა ლოცვითა, წიგნის კითხვითა, მოწყალებითა და ყოვლითურ დამკვიდრებითა მისითა ჩვენ შორის, რაითა მას მხოლოსა ვიცურთიდეთ, მარადის მას ვხედვიდეთ თვალითა სულისაითა, მისა მას შვენიერებასა განვიცდიდეთ. მის თანამზრახვალ ვიყვნეთ, მისა გულს უროდის. ხოლო რომელთა ესე ვითარი აქონდეს ცხოვრებაი და მოქალაქობაი მათი ზეცათა შინა იყოს და ესრეთ მარადის დღესასწაულობდნენ სულითა, ცნებათაებრ ქრისტესთა, მათ და რადღა სახმარიყოს შაბათობაი იგი ძუელისა მის სჯულისაი. სწავლა ვითარმეთ ესე არს ჭეშმარიტი დღესასწაულობაი, განშორებაი ბოროტთაგან და ქმნაისათნოებისაი. აც უკვე ღმრთის მოყვარენა, ჩვენცავ დღესასწაულობდეთ მარადის განშორებითა ბოროტთაგან და აღსრულებითა სათნოებათაითა, რამე თუ ესე არს ჭეშმარიტი დღესასწაულობაი. წარვემატებოდით სულიერად,
მოვიგოთ უქმობა იგი სათნოი ღმრთისაი, უქმუყვნათ ხელნიან გახრებისაგან, კადნიერებისაგან და ყოვლისაგანვე საქმისა ბოროტისა, მოვიცალოთ ცუდთა მათ და ამაოთა შრომათაგან უწესოებისათა, რომელთა შინაგან ფრთილ არიან და დამონებულ. ვითარცა ებრაელნი ეგვიპტეს შინა, სულნი იგივნებისა და განსვენებისა ხორცთა ისა მოყვარენი და სოფლისა და შემსჭვალულნი, რამე თუ რომელნი ესეთ ყვეობასა შინავნებათასა ვიყოფებით, არა ითა განყოფილ ვართ მათგან, რომელნი თიხასა მას და ალისსა შურებოდეს, ბზესა შეიკრებდეს და ზედამდგომელთა მათგან საქმისათა დღითი დღე იგუემებოდეს. რამე თუ არს აცცა ზედამდგომელი ბოროტი, ეშმაკი და საქმის მაწვეველნი ცოდვისანი, მსახურნი მისნი, ვითარცა იგი მაშინ ფარაო და ერი მისი. გულისხმოყვენი თხა საქმენი ამოებისა და უკეთურებისანი, არა თიხისა უღისა მსგავს არიანა და მიზეზნი მათისა საქმისანი, გინა თუ ნაყოფნი მათნი მსგავს არიან ბზესა შთასაგზებელსა ცეცხლსა მას საუკუნესა, ესრეთ არს ანგახრებაი, ესრეთ არს სიძვაი, ესრეთ არს დიდების მოყვარებაი, ესრეთ არიან გულის თქუმანი ყოველნი და გემოთ მოყვარებანი, მსგავს თიხისა და ბზისა. ბზე იგი აღატკინებს ცეცხლსა გულის თქუმათასა, ნივცა უშრეთისა მის ცეცხლისასა და თიხა იგი სულთა ჩვენთა, ზეცისა მოქალაქეთ განწესებულთა, შეჰბღალავს, საძაგელ ჰყოფს. ვინაიდან უკვე ესევით არსა ამას განსაცდელსა შინავი ყვენით და ესევით არისა ბოროტისა მძლავრისა მონებასა შინავი კენჯნებოდეთ, ამისთვის მოგვივლინა ჩვენ ღმერთმან გარდამატებულითა მით წყალობითა არა მოსე, არამედ მხოლოდ შობილი ძეთვის იზეცით და მან გამომიყვანა ჩვენ ბოროტისა მის ტყვეობისაგან. ხოლოაც უკვე თუ შემდგომად მოსვლისა მისისა და ესოდენისა მის ჩვენზე და ქმნილისა წყალობისა დავადგრეთვე ეგვიპტეს შინა, შეგვემთხვიოს რა იგი შეემთხვია მეგვიპტელთა მათ, ხოლო და თუ უტევთ ეგვიპტე და შეუდგეთ კვალსა სულიერისა მის ისრაელისასა, ვიხილოთ ყოველივე იგი საკვირველებაი. გარნა არაკმა არს გამოსვლაი ხოლო ეგვიპტით, არამედ ქვეყანასაც აღთქმისასა ჯერ არს შესვლად, რამე თუ ებრაელნი იგი ვითარცა პავლე იტყვის, რაღაცა თუ ზღვაი მეწამული განვლეს და მანანა იჭამეს და სასუმელი იგი სულიერი სუეს. გარნა ქვეყანასა მას აღთქმისასა ვერ შევიდეს, არამედ უდაბნოსა მას შინა წარწყმდეს. პირველი კორინთელთა მიმართ 10:1-5 ვეკრძალნეთ უკვე, რაითა არა ჩვენცა ეგრეთვე შეგვემთხვიოს. ამისთვის ნუნცა უდევდა მცონ არ ვართ, არამედ აცცა ოდეს გვესმენ სიტყვანი ბოროტთა მათ მსტოვართანი, შეასმენდენ რა იწროსა მას და საჭიროსა გზასა და იტყოდნენ, რასა იგი მაშინ იტყოდეს მსტოვარნი ისრაელთანი, ნუ მივემსგავსებითერსა მას უგუნურსა. არამედ ისუს ვბაძვიდეთ და ქალებს და ნუ უდებ ვიქმნებით, ვიდრე მდის აღთქმანი იგი დავემკვიდრნეთ და ზეცა დავიდეთ. ნუცა ვგონებთ, თუ ძნელ არს გზა იგი, უკვე თუ ვიდრე მტერღა ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკვდილითა ძისა მისისაითა, რავდენ უფრო ისაც, და რაი ესე ვეგენით ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა. რომაელთა მიმართ 5:10 გარნა იწროი არსობ ჩე და გზა იგი საჭირვალ, 3 მეტყვიან ვინმე. გულისხმა ყავ, კაცო, რომელი ამას იტყვი, პირველი იგი გზაი, რომელსა ხვიდოდე ვითარი იყო. არა იწროი ხოლო იყო და საჭირვალ, არამედ სრულიად უვალ და მხეცთაგან ბოროტთა სავსე და იყავ შენ შეყენებულ მას შინა და გამოსვლის აღონე არცა ერთი რაი გაქუნდა. და ვითარცა იგი ჩჩვილთა ვერხელ ეწიფებოდა წიაღსლა ისღვისა მის მეწამულისაი. არა თუმცა ქმნილიყო სასწაული იგი განპებისა მისისაი, ეგრეთვე შენ ვერხელ გეწიფებოდა პირველისა მის ცხოვრებისაგან ზეცა დახსლვაი, უკვე თუმცა არა მოსრულიყო ნათლისღებაი. არამედ მან შეუძლებელი იგი მადლითა ქრისტესითა. შესაძლებელყო? ხოლო უკვე თუ შეუძლებელი იგი შესაძლებელი იქნა, რავდენ უფრო ისადაც ძნელი იგი ადვილიყოს? იგი საქმე ზეგარდამოისა მადლისაი იყო.
ამისთვის უკვე უმეტესი გაქუნდინ სასოებაი, რამე თუ უკვე თუ მაშინ მადლი ხოლო ესრეთ შემწეგე ქმნა, უკვე თუ ათ შრომაიცა უჩვენო, არა უფრო ისად შემწეგე ხოსა? უკვე თუ უნაყოფოებასა შინაღა იყავდა შეგეწია, აც ნაყოფი თუ აჩვენო, არა უმეტესად ხელი აღგიპყრასა. თქურ ვითარმეთ შეუძლებელისა მის წარმართებითა ძნელოვნისაცა წარმართებად მინდობაი ჯერ არს, ხოლო აც ეგრეთ ვიტყვი, ვითარმეთ, უკვე თუ გვენებოს და განვიფრთხოთ გონებითა, არცა ძნელ რაიმე იყოს გზაი ესე, რამე თუ იხილენით საქმენი, სიკვდილი დაითრგუნა. ეშმაკი დაცემულ არს რჩული იგი ცოდვისაი დაიხსნა, მადლისულისა წმიდისაი მოგვეცა, კარი ცხოვრებისაი განგვეღოს, სიმძიმე ტვირთისა ჩვენისაი განდნეულ არს, და გზაი წრფელი გამოჩინებულ არს, ძნელოვანი ყოველი სიადვილეთ შეცვალებულ არს. და რაითასცნა, ვითარმედ ესე ესრეთ არს გულისხმა ყავ, თუ რაოდენთა უმეტესიცა აჩვენეს მცნებათა ქრისტესთასა, და შენ საზომისა მისგანცა მცნებათა ისე იშიშვი. აც უკვე ოდეს სხვანი უმეტეს ბრძანებულისასაც აჩვენებდნენ და შენ წესსა მასცა მცნებათასა უდები იქნებოდი, რაი მიზეზი გაქურს. სხვათა სრულიად უარყვას ყოველივე სოფელი, შენ რაი მიზეზი გაქურს მონაგებისაგან შენისა მოწყალებისა ყოფად. სხვანი სიწმიდითა ანგელოზთა მიემსგავსნეს, შენ ვით არს თქვა, თუ რჩულიერსა მას მეუღლესა ვერ დავსჯერდები. სხვათა სულნითვის ნიმისნეს მოყვასთათვის, შენ ვით არს თქვა, თუ ძნელ არს შურისა და ძვირის ხსენებისა მოსპოვლაი გულისაგან. სხვა მანყურიმლის ცემაი თავსიდვა და ერთ კერძოიცა მიუპყრა, ხოლო შენ გეტყვი, რაითა არა იყო მრისხანე და უწყალოი, რაიმე გაქოს ამას ყოველსა ზედა მიზეზი. ჭეშმარიტად არცა ერთი, ვინაიდან მრავალნი უაღრეს და ცნობისა საქმეთა შემძლებელი ქმნეს ქმნად. აც უკვე საყუარელნო, ესე ყოველი გულისხმა უხოთ და ნუ მცონარე და დახსნილ ვართ შრომათა მათ შინასათნოებისათა, არამედ გულს მოდგინებით შევიდეთ კეთილსა ამას ასპარესსა და მცირედ შამდავშურეთ, რაითა საუკუნენი იგი და დაუჩნობელნი გვირგვინი მოვიხუნეთ. რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი თანა მამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.